მოსახლეობის დიდ ნაწილს ანამაინც ფულზე არ ეხატებოდა ეს არჩევნების ზოგადად და ფიქრობ, რომ არჩევნებში მონაწილეობა ძირითადად მიიღო იდეურად დამოუკიდებლმა ადამიანებმა და მათმაც მართლა არჩევანი სურვილი ჰქონდა. აი დაახლოებით ესეთი სურათი ეხლა, მაგრამ სრული მოთამაშეების აქტიური მონაწილეობაში და პოლიტიკური სპექტრის ესეთი ვთქვათ მრავალფეროვნება იქნას აზრისით, რომ საშუალო ძალიან საინტერესოა, რომ ძველმა ნომენკლატურამ პრაქტიკულად არჩევნების კატასტროფულად წააგო. ანუ ეკოჩარიანის და ამათი გუნდმა და ესე იგი გამოიკვეთა სურათი პროდუციული პროდასაუბრების საბოლოო არაფერდიანის ანუ ეს მილიარდერის და აგერ შემოვადგინო თვითონ პაშინიანის გუნდებს შორის. აი ეს არის ზოგადი სურათი, რომელსაც გარედან უყურებ და კულტურული სურათის დავაბაზებ და რასაც მიმდინარეობს სერიოზული ბრძოლა უფრო მოგასწრებ. და აი ეხლა თვითონ პაშინიანი ამ ოპოზიციების ეკოლოგიის პარტიებს ეძახდა, იმიტომ რომ ესენი თუ მოვლენო ყარაბაღში ომს გააჩაღებინა. აი ალიევის როლი რა არის და რა თამაშობს ალიევის სომხეთთან მიმართებაში? ალიევს უნდა რომ სომხეთი იყოს თემის სატელიტი. თემა არის დიდი ტურანი. ეხლა ალიევს თავისი პრობლემები აქვს სერიოზული. ალიევის მოახერხა ვიდრე ჩვენები ვიყავით დაკავებული შიდა ბრძოლებით და გაწევ-გამოწევით, არა მარტო ჩვენ, არამედ როგორც გაიყო სომხებიც და სპეციფიკად საერთოდ ალიევი ქმნიდა დიქტატორული რეჟიმის პირობებში ავტორიტარული დავარქვათ შევარდებით. პირობებში ქმნიდა ძალიან მოქნილ და ეფექტურ დიპლომატიას და შექმნაგილებას. ალიევის დიპლომატია არის ძალიან მასშტაბური და მოიცავს როგორც წინა აზიის უამრავ ქვეყანას, ისე დასავლეთ რუსეთს და ყველაფერს. და უნდა გავიცნობ, რომ ალიევმა მაგალითად მოახერხა ის, რომ უკრაინაში შეჭრის წინა დღეს ჩავიდა მოსკოვში და მესტოდამ სამეგობრო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და პრაქტიკულად ხელი გაიხსნა. გათვლილი იყო წინასწარ ეს ამბავი, რასაკვირველია დამუშავებული იყო ის, რომ უკრაინაში დაკავებული იქნებოდა რუსეთი, ყარაბაღის თემაში შეერჩებოდა. Plus მიიღო გარკვეული გარანტიები, რომ პაშინიანის შემთხვევაში მოსკოვი სომხეთს მხარს არ დაუჭერდა. ეს კარგად დაალაგაცა. ამ გამოყენებულია ფინანსური რესურსებიც აზერბაიჯანის ამ დიპლომატიის მეშვეობაში და გამოყენებულია რასაკვირველია ის გავლენების დიასპორული, რომელიც მას აქვს პლუს თურქეთზე, ანკარაზე დაყრდნობა და ასე შემდეგ. პაშინიანი აწყობს ალიევს. ეხლა დღეს აწყობს, იმიტომ რომ პაშინიანის ორიენტაცია დასავლეთზე ალიევს აძლევს საშუალებას, რომ ამ დიდი ტურანის იდეა, რომლის მთავარი აკუმულატორი ბრიტანელები არიან, მთავარი შემქმნელი ბრიტანელები, აი ეს აამუშავოს ისე, რომ სომხეთთან წინააღმდეგობა არ შეხვდეს. ანუ წარმოვიდგინოთ, ეხლა სომხეთს როგორც პრორუსული პოზიცია ეს იდეა ვერ იმუშავებს. აქ დერეფანზე არ არის ლაბარაკი, ტრამპის და იმის Complet ai se tiramia tres aspects რასაკვირველია ეხლა აი ვაჭრობა რო ახსენე მე ხმასე ეს არის ისტორიული თემა სოციალიზმის მომავალში ძალიან საინტერესო და უამრავი ნამუშევარი შეიქმნება ამ თემაზე აი ამ ხმაზე რომელზეც ახლა მე გამახვილე ყოლაფება ამ ვაჭრობაში ალიევის არის ჩართული თავისი სკელი ფინანსური ჩართული და ხა ევროპელებიც რო გამოვხდა ხა ევროპული ლიდერებმა Macronმა, Kaja Kallasმა გაბრძოლა მარჩენები მიუწო პაშინიანს და წინერთებს არჩევნები და გამარჯვებას მიულოცეს. მაგრამ სინამდვილე როგორ იყო ხო სომხეთში ეუთოს ხელმძღვანელობა პირდაპირ განაცხადა რომ ესეთი მასშტაბური ზეწოლა და ზეწოლის ქვეშ არჩევნები არ ჩატარებულა ხო? 700-მდე ადამიანი დაიჭირეს იქ რაღაცა საარჩევნო უბნებში შუქები გათიშეს. მაგრამ მოკლედ ეს ყველაფერი ხარ დახოჭა ევროპამ და საჩვენებს და ჩვენთან ოიქო არჩევნები ეუთომ პირდაპირ განაცხადა ხო თავის დოკუმენტში ეტყვით რომ კონკრეტულ გარემოში ჩატარდა არჩევნები და რა დარღვევები იყო რეგულარულად ვერ მოხდენაო არჩევნების შედეგები. აი რა ჩვენ ატოლოცები ეს სამართლად. ნუ იცი როგორ არის ეხლა მოდესო ვთქვათ გამონათქვამი გასწობს არა გარეწარია მაგრამ ჩვენი გარეწარი ხო თუ მათი ხარ ნუ ეხლა დაზრაზე ლაბარაკი ჩვენი დღევანდელი არჩევანზე გიждდება რიგი ქვეყნებისა და რა კარგი არჩევანი გააკეთა როგორ აღჭაერა არჩევნები მეორე ნაწილს არ მოსწონს ჩვენ ჩატარებული არჩევნები ეს პოლიტიკური გემოვნებიდან არის გამომდინარე და იმიტომ რომ აქ დემოკრატიული პრინციპები დაერქვა დემოკრატია დღევანდელ
ესე იგი ასე ვთქვათ, თამაშის წესები დავიწყებულ მსოფლიოში დემოკრატია არავის არ აინტერესებს. დემოკრატია არის ფიქცია, საერთოდ. ზუსტად ეს დღევანდელ პირობებში. საზოგადოებრივი დემოკრატია არის შეჩილის გამონათქვამის არ იყოს, დემოკრატია საზღვარი რამ არ არსებობს, მაგრამ სხვა უკეთესი ვერაფერი ვერ მოიფიქრებს. ხო და მოკლედ ჩვენ ჭირდება იმ პრინციპების დაცვა, რომელსაც მართლა დემოკრატიული ნიშნები აქვს. მაგრამ კიდევ ერთხელ მეორე პოლიტიკური გემოვნება, პოლიტიკური კონიუნქტურა განაპირობებს მიდგომას და რა ის მართლა დემოკრატიულ ჩატარდა თუ არ ჩატარდა. მოლდოვის არ იყოს ნაკლებად მოლდოვაში მოხდა, სომხეთში მოგონილი ის რამე არ ყოფილა სომხეთში. ჭირდება სამი და იქიდან გამომდინარე რუმინეთში რა ხეს სანამ არჩევნები არ გაუქმეს. სოციალ ძალიან სწორად ხო ერთმა ცნობილმა ამერიკულმა სენატორმა ჩვენ იმხელა უიჭავდებით რუმინეთში სამხედრო ბაზის აშენებაში რომ ჭირდება ადამიანი რომელიც ამას უყარაურებს. ხო არა და ის ვიც მოდიოდა ჯორჯესკო არ იყო ყარაული. ხო არა კარგი ყარაული ეს უგეთესი ყარაულია მიცეკვით. ის რომ ყოველს ფული ქეში და საათში და ბილეთი. ყველაფერი ეს არის თან როგორ არის ცირე საზოგადოებები საზოგადოებრივი ევროპული იქნება თუ კავკასიური კომიტეტების ყველაფერს სადასარევად ხდებია. გასაგებია ის ადამიანები ვინც აზროვნებს. და მიუხედავად ამისა, იმდენად გაშიშვლებულია ეს პოლიტიკის კეთების წესი, რომ არავინ აღარ დაგიდებს, შენ ხდები თუ არ ხდები. მე შემთხვევი იდიოტად. შენ კი მეუბნები რომ იდიოტი არ იყო და ყველაფერს ხდება, მაგრამ მოდი რა შევდათ, ცოტა ხანი იყო, ცოტა ხანი ძალიან ცოტა ხანი იდიოტი იყო. Senza che risultati che ottieni. Ecco, e io sto cercando samiti, che mi sono dato di poi ma con una bella scala che non si fa problema uno nuovo sono teorie sono da usare ma ora sono stande uno tarbulo io sto cercando di usare da contavisleri agavo ecco Natalia ასევე არა ყველაზე მთავარი გეტყვი მართალი არ დაგავიწყდეს რას პაშინიანს უნდა თუ არა ბრაზილიდან გაყვანა ეს ძალიან საკითხია ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა პაშინიანი ეს თამაშობს მეორეს აკეთებს და სხვაშორის რამოდენიმე ფრონტზეც გიგოს ეს პუტინთანაც პუტინთანაც როგორც ეგეთ პასუხებდა ხო ყველანაირად ცივოსა და შეიძლება არ არის აწიო რომელსაც ადგილად რო ამაში ესაა მაგრამ რა თქმა უნდა ნათქვამი Еще повысить Шонкетში მაგალითად უკრაინის ხელშეკრულება გააქმნეს, რასაც უკრაინის დრონები უნდა აწარმოონ. საბოლოოდ ფონზე რუსეთმა რაღაცა შეთქმულები დაუწყეს, ხო, სომხეთს. ასევე ჩვენ ვიცით, რომ ბუნებრივი არის 85% რუსეთიდან მიეწოდება, ჩვენ ვატარებთ ამას და ამ გამტარებაში სადღაც 2 მილიონი კუბომეტრი უხასოდ ჩვენ გვჭირდება. ასევე ნავთობის 70% რუსეთიდან შედის და ამასაც ჩვენ ვარჩევთ შავ ზღვის გავლით. რუსეთი ძალიან დამოკიდებული არის სომხეთის ყველაზე მსხვილი საავადმყოფო პარტნიორი 2025 წლის საავადმყოფო უნდა ნახოს 7.7 მილიარდი დოლარი არის. აი რუსეთიდან რა ნაბიჯებს უნდა ველოდოთ სომხეთთან მიმართებაში. აი განხორციელება ამ ხო არ გაჩერდებიან მარტო ამ შეზღუდვებით რაღაც პროდუქციის მოხდა. არა საკუთარ ჯერტი ვერ შეზღუდვა. ვერ შეზღუდვა ვინც ძალიან კარგად იციან რომ მოლაპარაკებები უკვე წარმოებს თურქმენეთთან იმ შემთხვევაში თუ აზერბაიჯანის გავლით და ირანთანაც. იმ შემთხვევაში თუ რუსეთი დაიწყებს ამ გაზზე რაღაცების კეთებას, მაშინ ისინი შეცვლიან მომოწოდების ვექტორს. აქაც ფორმალ სტანდარტად დროის ფაქტორი. კი, საკუთარი დროის ფაქტორია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რუსეთის ეს პერკეტი აღარ იქნება. ეხლა რუსეთის პერკეტი ჭირდება, რომ ფორმალურად მაინც შეინარჩუნოს. სამიგენო არ იყოს უცებ. კი, მაგრამ ერთი წელი სიცივეში გაძლიერდა. 5 წელი ძილებს ბულგარია უკრაინა და ძილებს აკა. ხოდი ერთი წელი გადაიღა პერკეტი აქ რუსეთის და რაღაც პერკეტი. პერკეტი აქვს რუსეთს, მაგრამ ეს არ არის თავი პერკეტი, მაგრამ დივერსიფიკაცია ყოველთვის შეიძლება გამოსწოდებს. რუსეთმა მოგესალმებათ იმას მაინც დავამთავრებ, მინდა რომ აღურებულ მეცადოს. ვენსის ჩასვლის მერე იქ სერიოზული მუშაობა გაიშალა რუსეთის ჩანაცვლებაზე ენერგო მისგან ატომური ენერგეტიკის ნაწილში 40% მეწამულის ატომური ელექტროსადგური 40%-ს ამარაგებს ამარაგებს კი არა დენს აწვდის 40% დენის მიწოდების სომხეთის მოსახლეობაზე არიან მათგან ხოდა ნელ-ნელა რუსეთიდან შემოვა ალტერნატივა თუმცა შეხედვით არ იყო. აი ამ ალტერნატივაზე მოილაპარაკეს. სქერელოში თუ მარშრუტი ჩავიდა იქნეს.
და ასევე მოლაპარაკება შედგა იმის თაობაზე, რომ აი მინი-ჰესების განლაგება რომ დაიწყოს. თვითონ ეს ყველაფერი დატა ცენტრებისთვის იყო საჭირო, მაგრამ დატა ცენტრები ყველგან დრია და ეს მინი-ჰესები არის იმისთვის, რომ 9 მილიარდი დოლარი დამჯამოებიჭერთ და მე მოკლედ იმისთვის არის, რომ აი ზუსტად საგანგაშო სიტუაციაში სხვა მიმართულებით დამუშავოს ეს ობიექტები. თან მართალია ტექნოლოგია შეიძლება დახვეწილი არ არის, როგორც ამბობენ, საბოლოოდ კონდიციონერების წეული არ არის, მაგრამ 100 თუ ისე რაღაც დახმარების ვარიანტი არის. მართალია ეს ყველაფერი კაბალური ხელშეკრულებაა, რომელიც